მიზანი ამ ყველაფრის არის ადამიანების გაჩუმება და ამ ყველაფრის მიზანი არის რომ მას კონდეს გამყინავი ეფექტი. პირობითად თქვენ რო დაგაჯარიმონ და მე ამის გამო შემეშინდეს და ამის გამო მე ხმა აღარ ამოვიყო. ამ ეგრეთ წოდებული წესის მიმართ ყველაზე სწორი იქნება დავა და სამართლებრივი პერკეტების გამოყენება, ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მექანიზმების გამოყენება იმისთვის, რათა დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, იმიტომ რომ ესეთი წესები ძალიან უცნაურად მოქმედებს მარტო ავტოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც არის მაგალითად რუსეთი, ბელორუსია, ისეთი ქვეყნები, სადაც მარტო წარმოიდგინეთ, პირობითად მარტო პოლიტიკოსების დასჭადობა შეურაცხყოფა ხდება დასჭადი, მაგალითად არაპოლიტიკოსის შეურაცხყოფა რატო არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში დასჭადი თუ ის რამე სიკეთეს ემსახურება ასე შემდეგ. ამიტომ ეუთეოდირიც საუბრობს იმაზე, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული სივრცე ადამიანის ქმედებების შეფასების, არ უნდა არსებობდეს ბუნდოვანი ნორმები იმისთვის, რათა ადამიანებს დარჩეს საბეჭდილება, რომ ვიღაცამ გარკვეული პოლიტიკური გემონების გამო მოახდინა მათი პასუხისმგებაში მიცემა. თქვენი შეკითხვა იმაზე, თუ რა სივრცე რჩება მოქალაქეებსთვის მანამდეც და ეხლაც არსებობს კონსტიტუცია, უბრალოდ ამ კონსტიტუციის რეალიზების საშუალება დღესდღეობით არ გვეძლევა, ამიტომ არის ალბათ მნიშვნელოვანი სამართლებრივი დავა და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და ბუნებრივია ის ავტოკრატიული ფაზა, რომელშიც დღესდღეობით საქართველოს იმყოფება, აქ რა თქმა უნდა ბევრ რამეს რეალურ ცხოვრებაში გვიზღუდავს, გვართმევს, არ გვაძლევს ამის რეალიზების საშუალებას, მაგრამ ალბათ დავის გაგრძელება და ასე ვთქვათ, არ შეფუება ამ ყველაფერთან იქნება ყველაზე კარგი და სწორი გამოსავალი. ქვეყანაში შეურაცხყოფა საერთოდ მისი აკრძალვა არ შეიძლება, მაგალითად ამერიკის უზენაეს სასამართლოს სტანდარტი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ის შეურაცხყოფა შეიძლება დაისაჯოს, რომელიც პირდაპირ ადამიანების ყოფნისას ხორციელდება და რომელმაც შეიძლება მყისიერი ძალადობრივი ქმედება გამოიწვიოს. სხვა შემთხვევაში შეურაცხყოფის დასჭადობა, როგორც ასეთ არ ითვლება, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. ევროპული გამოცდილება გულისხმობს იმას, რომ უფრო მეტ შეძლებას აძლევს სახელმწიფოებს და არის შემთხვევები, როდესაც იჭება, ოღონდ აქაც მნიშვნელოვანი არის სერიოზულობა, მიყენებული ზიანის ტესტი და სხვადასხვა ფაქტორები, რომელიც განაპირობებს იმ კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად ეს შეიძლება იყოს მძიმე ამორალურობა, ეს შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში რაღაცა შეურაცხყოფის ის ტიპი, რომელიც იმ ადამიანის საქმიანობას იმ ადამიანის არსებობას, ღირსების უფლებას ლახავდეს, მაგრამ ყველა ქვეყანაში საჯარო პირების, პოლიციელების მიმართ პირიქით არსებობს მეტი ტოლერანტულობის, მეტი მიმღებლობის, მეტი კრიტიკის, მათ შორის ისეთის, რომელიც შეიძლება იყოს ევროსასამართლოს ცნობილი სიტყვებია, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის მხოლოდ რაღაც დავარცხნილი სიტყვები, ეს შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც შოკის მომსწრელია, რომელმაც შეიძლება პირიქით ადამიანებში ბრაზის გამოიწვიოს, ეს შესაძლებელი არის, რომ გამოხატვის თავისუფლება ჩაითვალოს. ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც საჯარო პირებზე პოლიტიკოსებზე საუბრობთ, იქ რა თქმა უნდა მეტი ტოლერანტულობის ვალდებულება არსებობს.